გამარჯობათ. ეხლა წავაწყდი ინფორმაციას, რომ თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა ტრამვაის ხაზის ასაშენებლადო. აქ წერია, რომ ეს ხაზი არისო, ამ ხაზის მშენებლობაო, კალაძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა. თუ ვინმეს გჯერავთ, რომ ამ მიმართულებით დიდი დიღმიდან დიდუბის მეტრომდე ტრამვაის სადმე რომელიმე მონაკვეთზე ჩაეტევა, თქვენ ყოფილი ხართ ძმაო საერთოდ უვიცები საგზაო მოძრაობაში. საგზაო მოძრაობის ორგანიზაციაში, რომელსაც თავისი დაწერილი და დაუწერელი კანონები აქვს. დიდი დიღმიდან მეტრომდე ტრამვაის ხაზის მშენებლობა გააუქმებს საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობას. აუცილებლად. მაგ პირობებში ტრანსპორტთან ერთად ეს ორზოლიანი ტრამვაის ხაზი არავითარ შემთხვევაში არ ჩაეტევა, ვერ ჩაეტევა. ადამიანები არა ხართ? რატო იტყუებით, კაცო, რატო? ისეთი რაღაცა, ისეთი მონაკვეთი მაინც აგერჩიათ, მაგალითად, დიდუბიდან ცენტროლიტის მიმართულება, სადაც იქ შუაში გამწვანების ზოლი გააკეთეთ, რომელიც თავის დროზე უგულავამ შეჭამა გაყიდა და მილიონები იშვა. არ გამოვა არაფერი, მე მithქვამს როგორც ერთ-ერთ სპეციალისტს ამ საქმისა. თქვენ გინდ დაიჯერეთ და გინდ არა. მე ვარ რობერტ იანტბელიძე, ამ საქმეებში ცოტა თუ ბევრად გარკვეული ადამიანი. კარგად ბრძანდებოდეთ.